რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ფრაქციამ საქართველოსთვის პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დაენიცირა. რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამ დოკუმენტის მიღება რუსეთის ანექსიის პოლიტიკაზე პარლამენტის მხრიდან რეაგირება იქნება. კერესელიძის თქმით, ის რაც ახლა მიმდინარეობს, არის არა მხოლოდ ოკუპაცია, არამედ საქართველოს ისტორიული მიწის, სამაჩაბლოს საბოლოოდ მოწყვეტა და რუსულ სივრცეში გადატანა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, რუსეთის აგრესიაზე არანაკლებ საგანგაშო საქართველოს ხელისუფლების სიჩუმე და გულგრილობაა. ეს არა მხოლოდ ოკუპაცია, არამედ საქართველოს ისტორიული მიწის, სამაჩაბლოს საბოლოოდ მოწყვეტა და რუსეთის სივრცეში გადატანის მცდელობაა. თუ ეს პროცესი დროულად არ დასრულდა და რეაგირება არ მოყვა ხელისუფლების მხრიდან, დამერწმუნეთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არათუ მძიმე, არამედ შეიძლება ოცნების დონეზეც დარჩეს. სწორედ ამიტომ დღეს რუსეთის აგრესიაზე არანაკლებ საგანგაშო ხელისუფლების დუმილი გახლავთ. როდესაც ხელისუფლება ანექსიის წინააღმდეგ ხმას არ იღებს, როდესაც არ არსებობს არც პოლიტიკური რეაგირება, არც დიპლომატიური ბრძოლა და არც საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება, დიახ, საქართველოს პარლამენტი რჩება ერთადერთ ინსტიტუციად, სადაც მკაფიოდ უნდა ითქვას და მკაფიოდ უნდა განაცხადოთ, რომ საქართველოს არასდროს შეეგუება საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციას. საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ მოუწოდებ მე საქართველოს პარლამენტს შევწყვეტოთ დუმილი და მხარი დაუჭიროთ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას. 13 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიკაციის კანონი მიიღო. თავად დოკუმენტს პუტინმა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მოსკოვში 9 მაისს მოაწერეს ხელი.